ზალამაზი ხარ მობრუნდი დედიკო აი ნუ აი არ ვიცი რამ სიგრძე თუ მაგაგვსდე აქეთ დედიკო აქეთ მხარეს შემომხედე ერთი მარიკო სიყვარული დედაკოს გავგზავნე გავგზავნი საყვარელო ეხლა დედიკო ერთი წუთი ოღონდ ყავას დავდგავ, კაი? დავდგათ ყავა ვაიმე ისე დამეზარა გოგოები გუში საზამთროს დაჭრა ისე და ვაიმე შვილო დასაჭრელია თბილია მაგას რა შეგაჭროს ეხლა უნდა ყავა დავლიო გამოვცოცხლდე და აუცილებლად უნდა დავჭრა იმიტომ რომ ხა მე და უსაზამთროობა ხო იცით რაღაცა მე წნება მაღლავითის თან მე რემაციაში ჩავიხედე არ იყო ეგრე ადგილი და ზოგადად წებ გამოწევით უნდა ჩამეკვეტებინა ისაზამთრო და იმ ხელა საზამთრო მომიტანდა ხალხო გუში წავიდა ხალხს ხო გინდოდათო და სიმინდი მოუტანა მარიკოს ოღონდ გავსკდით ყველა ჭამით სულის დღის მნიშვნელობით არ აქვს ბევრი კალორია შესაბამისად მივირთვი მეც კარგად 2 ტარო ნახევარი მთლიანობაში 1 გამომიდა ხო და მარიკომაც ნახევარი ანუ სრულად 1 მივირთვა მშვენივრად ხო და ჭყინტი გუშ ბლოგს გამიწერეს ასეთი ვითარების დროსო რატო შენი უმორი სტული სინიაო რატო არა ცხადებო გლოვის დღეებსო თუ რაღაცა ეგეთი აუ დედა არა დედა ჯერ არა ჩვენ ხო ვიცით ჩვენი პროგრამა გვაქვს და როდი შეგიძლია აიღო და როდი არ შეგიძლია აიღო ვიცი დედიკო მაგრამ შენ ხო ვიცი სანამ მირთმევას არ დაიწყებ და ცოტა ხანი სანამ არ გამოცოცხლები ისე როგორც საჭიროა ტელეფონი არის ერთ და იგივეს რატო ვლაპარაკობთ ყოველ დღე რა დედიკო აუცილებლად უნდა მიირთმოდე ხო და ახლა ხო იცით რამდენი ტრაგედიები ხდება ხალხო ყოველ დღე სამწუხაროდ ხო და მეთქი ჯერ ვერ მივხვდი სიმართლე ხალხო მე ვთხარი ყოველ დღე რო იმას ვქნა ვიდეო არ დავდო ანუ საერთოდ დავალაგեցრე ყოველ დღე რო გამოვაცხადო რომ ეხლა გლოვის დღეებია და არ დავდო ეს ვიდეო ბარემ მევთხარი იმას ვიზავრო ქვია ჩემ გულს გავაუქმებ იმიტომ რაღაც რია აქ ეხლა ყოველ დღე რაღაც ხდება ხო სამწუხაროდ ძალიან ბევრი ხდება და ძალიან ბევრჯერ მაქვს ხოლმე ესე რომ არ ვდებ მაგრამ ყველა და ყოველ ტრაგედიაზე ხო ფიზიკურად ვერ გავაუქმებ ესე გვერდს რომ მორჩა და ნუ შეუძლებელია მე მესმის იმ ადამიანებისაც მაგრამ რავი რატო არ ესმით ხოლმე ცოტა ვერ ვიგებ მაგრამ არ ვიცი რა ხდება მე ვერ გავიგე სიმართლე იმიტომ რომ მე
არ მეყვარს ეგეთი რაღაცაები რა. სხვის ტაგიდით მანიპულირებთ საგირედრებით. ვინც მანიპულირებთ? ეს ამიტომ მე გამომლადოთ, სხვას ნუ გამოიყენებთ. შენ შემოგეთ. ასე. ესე იგი რატო გამოვახეთ ებში კარადა და დგავა, როცა ჭიქა მინდა ხო არ იცით. არა, კარგად ხო და კაციშვილი არ მიჭირეს. ყოდია რომ ვიფიქრო. არ ხურობდებს. მე კაცი არ არის მაძლიერი, ვაგერ ჩემი შვილი. მაშრობა როგორ ძალიან ცოტა მაწონია რა შიგა დავიხოთ. მაშ ჩაეტევა მგონი კი. ძალიან ხოდა. რა ეს დედი? ეხლა მოგიტანი მას რა ქვია. შენს საუზმეს. აი მე ხალხ გუშინ რა ქვია. საქონლის ხორცის წვნიანი, აი როგორ ვაჭამე, ვერც კი წარმოვიდგინეთ, აი მთელი დიპლიპიტოებით მიირთვა, აი აღარ შემიძლია უბრალოდ რაღაც შევთავაზო და რა გავაკეთო და მარიკო საუბრობ მილიონნაირი ის მაგ რა ქვია რეცეპტი კოტლეტების ბოსტნეული გინდა იმის გინდა არ უნდა რა არაფერი არ უნდა ანუ ზრი არა აქ რამის გაკეთებას არაფერი არ უნდა ესეც არ ვიცი შეჯამ არა შეჭამს მაგრამ ვაიმ შეჭმას ხო ხვდებით ყოყოყოყ გამხმარიყო იმაში გადავუხვიე ხოდა კარგი ხელსახოცი ჩამოვიდოთ ვაიმე დედამიშვილი თაფაკრის სახალი და ვანგრიე სახალი და კარგი ეს გახოთ მარიკოს საუზ მეოღონდ აქედან რას მიირთმევს მე აუცილებლად გაჩვენებთ ეს გახოთ მაწონი და რაღაცა ეს კომბინაცია მოიჩიმა ამ ბოლო დროს და იქნება ბოლომდე ვაჭამ დიახ კაცო თვითონ იმისთვის იცლიან რომ Facebook-ზე შემოვიდნენ გაგინონ აწმყო წარსული მომავალი თვითონ კლობენ და შენ რომ ვიდეო დედი, წამოჭექი ჩემო სიცოცხლე, თქვენ ნახეთ მარიკოს ვარცხნილობა, აი ძალიან უხდება და თვითონ მოსწონს პირველ რიგში ძალიან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავად უნდა მოსწონდეს ის რაც აქვს გაკეთებული და უკვე მეორედ გავუკეთეთ, ან ისე მოსწონს, ხო დედიკო? ნუ ხა ის არავის შევს გამოვასწორებთ. სიჩქარეში იყო, ხო დედა? კაი, მობრუნდი ჩემო საყვარელო, ახლა მივირთვათ. მობრუნდი მარიკო, აი ეგრედე. თაროსე გიყურებთ. ჩემი სიყვარული, მიირთვი დედიკო. აბა ნახოთ, ვაიმე, თუ ცოცხი წაისვი? აი უმაგრესი გოგო ხარ. უმაგრესი გოგო ხარ დე. უმაგრესი. ძალიან გთხოვ ხალხს ყიყლიყოს ნუ შეაჯავრებ, ისეთი სახით ნუ ჩავა. ყიყლიყოს ნუ შეაჯავრებ, ჩემო ლამაზოდე. ვაიმე, შეგდევს. მაწონი კიდე. აღეჭე საყვარელო, თავისით კი არ იღეჭება. ყიყლიყოს ერთი ჩვევაკ თავისით არ იღეჭება. რამდენიმე დღეში ამ დროს რა მინდა სახლში, სამსახურში და თარო დრო არ გადის, ხალხო არასოდეს დრო რო არ გადის. არასოდეს. ეგრევე ყოლაპო. ნუ შაბათ კვირას თუ არ ჩავთვლით რა. კი დედიკო მაწონი ეგრევე უნდა ჩაყლაპო. თმა გადაიწეს სიყვარულო. იმიტომ რომ არ იღეჭებ. მოკლედ გოგოებო, აბა თქვენი აზრიც მაინტერესებს.
მე ხო მილიონი რაღაცას ვედები ჩემს იმაში ვალაგებ აზრებს და ამ მილიონიდან ყველა რაღაცა გადავფურცლე. ხო და აი ვერ გავიგე რა მიმართულებით წავიდე და საერთოდ როგორ და რა შევცვალო და საერთოდ რაღაცა ვერ გავიგე ვერაფერი. სიმართლე გითხრათ, მივხვდით იმის, რომ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, ძალიან დავიღალე. ხო და ძალიან მინდა რაღაცა ჰადედიკო, სიხარულო, რომ სხვა მიმართულება ვცადო და გუში როდის იყო რამდენიმე დღის წინ ეკა კუშიტაშვილი გვარი სწორად მახსოვს არის დოდონას ბლოგის მაყურებელი დარწმუნებული ვარ ეს გოგონა გეცოდინებათ უმრავლესობას გეცოდინებათ მირჩი დედიკო დაგეკცა თავისი საკუთარი სალონი აქვს ასწავლის წამწამებს ხო დედიკო დაგრძელებას ხო და რაღაც აქცია ედო აქცია არის ნაცვლად გონი 250 ეწერა თუ რაღაცა დავკომენტარე რომ მგონი დრო მეთქი რომ იმას ვქნა თქო რა მეც თუ როგორ მიწე ერთხელ მეც მოგვეკითხა თქო თუ რაღაცა ეგრე რა არ მახსოვს და ძალიან დიდი სიტყვა გამომიხატა აქედანაც უღმესი მადლობა ხო და მივირთვი მითხრა რომ არის დოდონას ბლოგის მაყურებელი და ძალიან უყვარს დოდონა და ჩემთვის ეს არის ისეთი ღირებული რომ რა ვიცი უღმესი მადლობა ყველა სიყვარულისათვის ხო და მოკლედ მივირთვი დედიკო საბოლოოდ რო გითხრათ შენ მოდი ფასდაკლება ჩემსა იყოს 1250 რა თქმა უნდა ძალიან დაბალი ფასია და ვთქვი შემდეგი აქციისთვის შევეცდებით თქო შენ მოდიო ხო და მოკლედ ახლა რა თქმა უნდა ამაზე არ არის ლაპარაკი არანაირი ახლა ამისთვის არ მაქვს შესაძფერისი არც დრო და არც რესურსი და არც არაფერი საერთოდ ახლა იწყება სასწავლო წელი და ანუ ჯერ სულ ქაოსში ვარ ადედიკო და არ ვარ მზად არანაირად თუმცა გადავწყვიტე რომ თუ სხვა რამე არ შემიშალა ხელი და თუ სხვა რამე არ გადამილაგდა პრიორიტეტები შევიცდები რომ მოვაგროვო ოღონდ პრობლემა არის რომ სამსახურთან ერთად მაგის გავლა არ ვიცი როგორ იქნება იმიტომ რომ რეალურად შაბათი კვირა მაქვს მარტოდ რომ ხო და როგორ იქნება უკეთ არ ვიცი და ძალიან მინდა მოკლედ რომ გავიარო სხვადასხვა ეკამაც მითხრა ერთ-ერთი შემოსავლიანი სამსახურია და ჩვენ ვიცით ყველა მეორე წამწამებს იგრძელებს და ნამდვილად შემოსავლიანია დემანანამბებოსთან გადავიდე კიდე რა თქმა უნდა თუ სწავლი ნორმალურად ხო და რაღაცად მე იმის იმედიც მაქვს რომ თუ იქნება რაღაცა მონდომება და მონდომების ხარჯზე მისწავლი ისე როგორც მე მინდა ხარისხიანად აუცილებლად ხელს წამაშველებს იმაშიც რომ სამსახურიც ვიპოვო და დარწმუნებული ვარ ამიტომ მოკლედ აი ეს იდეა ძალიან ისე მაქვს რაღაცნაირად ძალიან მინდა და ვფიქრობ რომ მართლა ერთ-ერთი შემოსავლიანია სიმართლე გითხრათ რთული იქნება რა თქმა უნდა იმდენისაც იზი ხარ მოგრეხილი და აკეთებ ძალიან რთულია თუმცა ადიდიკო სიყვარული ხლა უშრომელად უკაცრავად მაგრამ არაფერი არ მოდის და შრომა თუ გეზარება ჩემთვის მაგათად ადამიანებსაც შრომა ეზარება ფასი არ აქვს სიმართლე რო გითხრათ და მე არ შემიძლია ფეხ-ფეხ გადადებული ცხოვრება გარდა იმისა რომ მე მაქვს ჩემი ცხოვრება
საერთო ცხოვრება გვაქვს ოჯახს, ხო? მე მგონია ჩემი ცალკე ცხოვრება, ცალკე მიზნები, ცალკე რაღაცა ოცნებები, რისკენაც ვფიქრობ, რომ წავიდე. ისევ საკუთარი თავისთვის და ისევ საკუთარი ოჯახისთვის, რა თქმა უნდა. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. დედა, ბატონო. მამა ბებოსთან ვარ. არა, დედიკო, ჯერ არ მივდივართ ჩემო სიცოცხლე. თქვენ რა სიტყვით როგორ მოგწონთ ჩემი არ ვიცი იდეა დავარქვათ. მივთვი დედიკო, დადე თუ შეიძლება ეგ რა. დაღეჭე ჩემო საყვარელო, რას ელოდები ანუ? რას ელოდები და? აი არ ვიცი, სერიოზულად ვფიქრობ, თქვენ იცით უკვე კარგი ხანია რაღაც ის. რა შვები კაცო? ნელა დაღეჭე საყვარელო, დაღეჭე ჯერ და სიცოცხლე დაღეჭე. რა ყლაპა მერი? ხო და ისე ჩაყლაპე და ისე დაღეჭე როგორც ჩვენ გინდა და. მე ხო არ გაძალებ ჩქარა დაღეჭე თქო, მიდიდე როგორც ჩვენ გინდა. თქვენც უკვე დიდი ხანი ამაზე ვფიქრობ. ხარა მოვიფიქრე, მაგრამ ჩხილების ნერვები არა. საწახოდი სიხარა. ჰადა. აგერ სიმწით გაზრდილებ ჩხილებს შეხედეთ რა. ნულზე მაქვს. შემოკბიჩე სიცოცხლე. ნულზე მაქვს ისი ამათალა იშილა, რომ გამეუბეთურა. ოდნავ თიც რომ დავიდებ მეხუნებობ ჩხილები გახოცებით. ვიღაცას რამე დაუზიანო და მე არ მინდა. ჩხილები უფრო რაღაცა არ მინდა. წამწამიჩ. დღეში აკეთებ რამდენიმეს და ხარ კარგად. 500 კალის არ აკავს მომხმარი. ხო და აბა თქვენ რას ფიქრობთ ქოქო? გასშილაკს ვისწავლი ჩემთვის. მინდა ის. და ჩემ გამომწერებსაც მიგი. რა ვერ ვხედავ კაცო. ხო დედიკო, მოდი მირთვი. მე ვიცი ხაში რატოც გადაინაცვლეს ხომ ხარეს. დედიკო, მარიკო გინდა იმას ვქნა? დაგიტე ხო პატარება და იქ დაიდო და მირთვა? მაშინ მოდი ჩემთან. მოდი. ხელსახოცი წამოიღე სიყვარულო. ისე არ გამოვედა. არა, ნუ მებუტების ხო გზა არ აქვს. მირთვით. რითი საყვარელო? ანუ აი რითი დაიღალა ხო არის? დაგიტე ხო პატარები? კარგი. ხო და არ ვიცი ამ ჩემ ცხოვრებას მოკლედ რა ვუყო გოგოებო. აი მართლა ვეღარ გავიგე, ხარა მინდა. ანუ აუცილებლად მოვაგროვებ ანაბარზე იმისათვის რომ გაფუჭდება მაცივარე. ჰადედიკო, წაიღე საყვარელო თუ შეიძლება. და აუცილებლად უნდა მირთვა, შევთანხმდეთ? მოდი ერთი კოვზეც ბოდიში გოგოებო ერთი წუთი. მოდი ერთი კოვზეც საყვარელო. ოპა, უი, ერთიც დაგჩენილა და ვაიმე ჩემო სიცოცხლე. მაგარი შვილი ხარ და იმიტომ ფოტოშოპს ეს არის ერთ-ერთი მოწონი, რასაც უფრო მიირთმევს ვიდრე სხვები და მეც ვცდილობ, რომ ის მოვუტანო ხოლმე კონკრეტული, რაც თავად უნდა. წადი მივთვითე. ძალიან ლამაზი ხარ. ხო და არ ვიცი მოკლედ რა ვქნა, მირჩიეთ რა ვქნა, აი ხო არის, აი იდეები მომაწოდეთ. რა სიყვარულო. აი არ დამანებებს თავის ჩემი გოგოს, ანუ ხელსაფამს არ გავუკეთებთ მარიტოს. მობრუნდი დედის გული. ხო და ეს ეკა ისეთი საყვარელი გოგოა, ანუ
ისე თბილ კომენტარებს უწერს ხოლმე დოდონას. ხო, დარწმუნებული ვარ, ძალიან კაი კომუნიკაციაც გვექნება და ძალიან წარმატებული ბიზნესიც აქვს. ძალიან ბევრი მომხმარებელიც ყავს. და იმ დღეს ედო პოსტი, რომ გოგოებო წამწამების სპეციალისტი მჭირდებაო. 250 თუ რა ვიცი, აღარ მახსოვს რა ეწერა, მოსწავლე მყავსო. ესაო ისა და ვერ ვიშოვეო, ხალხო მუშაობა არ გინდათო, გამაგებინეთო იქ. ეწერა, მერეო იტყვითო, რომ აი სამსახურები არა, რომ ვეხვეწებიო ხალხს, რომ მოდითო ხალხო, აი ფული შევნა ხო გინდათო, მოდითო, იმიტომ რომ იმდენ შემოსავლიანი, ახლა ყველა მიცის რომ შემოსავლიანიაო და ვერ ვიშოვეო ადამიანიო, ვინც მოვაო და იმუშავე გაგიჟებული იყო ადამიანი, ვერ ვიშოვეო და მართლა აი სალონებს აქვთ მართლა იქ პრობლემა, რომ ვერ შეულობენ კადრს რა, აი თუ მოვა ვიღაც როგორც ახლა მოგლიჯეთ ჩხილები ეგეთების სავსეა თბილისი, მაგრამ ზოგადად ხა ხვდებით. ხო და ვერ ვიშოვეო. აგე ჩემი ნაცნობი ხალხო ეძაბდა მეთქი. ეძებდა მას რა ქვია. მეტლახისთვის ვინმეს, ვინც დაუგებდა ძალიან პატარა სივრცე აქვს და იმისთვის უნდა კონკრეტული იმ ადგილისთვის. ანუ პატარა სივრცე ის რაც უნდა დასაგებად. ვერ იშოვა ხალხო, ვინც იგებდა რომ იყო ძალიან პატარა კვადრატულობა. არ მოდიოდ. აი ხა მაგისთვის მოვიდეთ 1 საათისთვის მოვიდეთ და განა რა უნდა ავიღო და არ გვიღირთ და რა ვიცი რამდენ ხანს ეძება ხალხო მე ვიღაც ნაცნობა დაუგო მგონი 1-2 საათში კი მორჩაო ისეთი პატარა ადგილი იყო. თუ უფრო ადრეც არ ვიცი. მოკლედ ვერ ვიშოვეო და ეგრეა. პატარა საქმეებზე ყველას ეზარება, ხო იცით? ბრუდით საქმეებზე, მაგრამ თუ ზიხარ მაინც შეკაი კაცო წადი და ისეთი საათი რავი, რასაც გამოიმუშავებ, ხო ჯიბეში ჩაიდებ. მე ხო არ მომცემ და ვინმე სხვას, ხო? რაღა შორ წავიდე ბანკში ნორმალური კადრის შოვნა ძალიან რთულია ხალხო, ძალიან რთულია. არ გეგონოთ რომ მარტივია, იმიტომ რომ თვითონ სისტემა ძალიან რთული. მე სულ ვამბობ, რომ ეს არის ურთულესი სისტემა, სადაც ბავშვებთან არის შეხება, იქ უკვე ძალიან რთულია, ხო რა თქმა უნდა. ბავშვებთან, ბავშვებთან, ჯერ ბავშვთან რთულია ბავშვებთან. წყალი კიდე საყვარელო. ვიღაც გარჩება 2 დღე, 1 დღე, ხან 3 დღე გარბიან, რო ხედავენ, რომ არ არის მარტივი. ესეა. რთულია. ზოგადად ანუ კადრების პოვნა ძალიან გაჭირდა. ხალხი ემიგრაციაში წავიდა და ეხლა ვიღა მოვაგეხოცები სამსახურებში. მაგიტო ვერ შეულობს ხალხი კადრებს ძალიან ბევრგან წასულია ხალხი. ორა მინდა იცი ხა გავდიოდე შობულებაში და მივდიოდე ბებოსთან სოფელში. როგორ მენატრებ ბატონო? ისეთი ნაჭამი ვარ მოცელთვის გაბე. არა მგონია. მივირთვის საყვარელო. გუშდე ჩემს ველაპარაკებ. ბებოს ველაპარაკეო გუშინო და ტირისო და მე თვალები გადმოვცინე, მეთქი რა ატირი. გამოუღიაო ქათამი. დადო მაგიდაზეო და ტიროდაო. რა გატირეცო, ვიფიქრეო რომ თავისი ქათამი დაკლა და იმას ნერვიულობს, რომ ვერ გავიგეო რა ატირებდა. ვაიმე ეს გვანცაში ჩამოტანილი ქათამი ისე წავიდაო, ვერ გააკეთაო ვერაფერიო, ვერც მე გავაკეთეო, ხალხო ხორცეული გქონდა რაღაცა გქონდა და ფიზიკურად ვეღარ ჩავოკვეტეთ ეხლა მე ვთხარი კაცო სხვა ქათმები რაც იყო წაღებული ის ხო გააკეთდა და ეგ ერთიც აუცილებელი ხო არ იყო ჩვენ გაგვეკეთებინა. მე ისე წავიღე ყველაფერი რომ ეს ჩატანილი იყო და
კაი, დიდი მადლობა დადე ჩემო სიცოცხლე. ისე წავიღე ყველაფერი რაც უნდა წავიღო, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენც მივირთმევდით და იქ ნოყოფილიყავით, რომ წამოვიდოდით, ბებიას კიდე დარჩენოდა ის, რაც საჭირო იყო, რომ დარჩენოდა. ხო და მაგიტო წავიღე ადამიანო რა დირექტორი. ყველაფერს უყარ მივირთმევდით ეხა იმ 13 დღეში. ბებოსაც ხო უნდა მე ხო და ტიროდაო. Kişteki. რა საყვარელო? კი ბატონო, ჯერ ყიყლიყო მიირთვი საყვარელო. ხო. საყვარელო, ისე მინდა ეხა სოფელში ვიყო. ისე მინდა ბებოსთან ვიყო, ხანდახარ ამინდა იცით, რომ წავიდე შევიკეტო იქ და ვიყო ჩემთვის. ბებოსთან. რომ მომენატრება ხოლმე არაფერი არ მინდა, გარდა იმისა, რომ მივიდე იქ და ვიჯდე. ბებოს გარდა არაფერი არ მინდა. ჩემი სულით ცეკვავს ხოლმე იქ რო ვარ, ანუ დავფრინავ შიგნიდან დავფრინავ. ბავშვი ვარ, იქ რო ჩავდივარ, ვარ ბავშვი. იქ რო ჩავდივარ, რაღაცა თლიანი ადამიანი რო ხარ და რო არაფერი გაკალია ესე ვარ. აი აქ თითქოს რაღაცა ისე ვარ, რა კიდე რაღაცნაირი. იქ ბებოს რო ხედა, უკვე სრულყოფილებაში ვარ აბსოლუტურად. დავაკეთე. სხვადასხვა იყო რაღაცა პერიოდი ვფიქრობდი გადასვლაზე. რაღაც სამსახური შეიძლებოდა გამოგვენახა. თქვენ ვინც არიცით გეტყვით, რომ კათოლიკური ეკლესიაც არის მართლმადიდებლთან ერთად ჩვენთან სოფელში და კათოლიკური ზოგადად სამყარო ძალიან პატრონობს ჩვენს კუთხეს კი არა იმებს ზოგადად მიდამოებისადაც კი არის კათოლიკური ეკლესიები ძალიან ჩართულები არიან ბევრ რამეში და შეიძლება უკეთ რაღაცა გამოგვეძებნა. ნუ ან მეტყველების პედაგოგიაზე სკოლაში რაღაცა ცენტრია და იქ ვიძახი. და ერთ პერიოდი მაგაზე დავფიქრდი, ადრე გეუბნებით, თუმცა ნუ მე რა თქმა უნდა. ჩამოვედი იქვე მოისპო ეგ წარმოდგენა რომ შეიძლება გადასულიყავ, მაგრამ იქ ვფიქრობდი. ვერ ველები ხოლმე ზოგადად იქაურობას. და რომ მოვდივარ ყოველთვის ვტირი. ეგ არის დაუწერილი კანონი, ანუ შესვლისას ტირი, წამოსვლისას ტირი. აი უკვე ჩვენი აღმართი რო იწყება სოფლის, მათ უკვე უკონტროლოთ ცრემლები მდის და რომ მოვდივარ არის ძალიან მძიმე. და რომ მოვდივარ და ბებო რო ხელს დამიქნევს, მათ ვკვდები, იმიტომ რომ ვიცი რომ მარტო რჩება, ანუ მათ უკვე ვკვდები. ოფიციალურად აღარ ვარ ადამიანი, გადათქურებული ვარ. მიირთვი დედა? მიდი ჩემო სიცოცხლე, არ მაწყენინო, კარგი? კი ბატონო, მიდი დედიკო. კი ბატონო, არ ვიცი რითი იღლები, მაგრამ მესმის შენი, მიდი ჩემო სიცოცხლე. მიდი ოღონდ არ ჭამოს და დაიღლები კეთილზე წაიქცევს, ოღონდ არ ჭამოს. კარგი შვილი ხარ ძალიან და. ახლა და დღეს ყობა რომ მოვა. წამლებზე უნდა წავიდე. ხო, წამლებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ გოგოებო. თავის ტკივილებიო კომპიუტერში დამიწერეთ, მეც მაქვს რა წამლები დაგინიშნაო. თქმა მართლა არ მეზარება რა დამინიშნეს, რა თქმა უნდა რომ არ მეზარება. იმიტომ რომ ამაზე მე ვისაუბრე კიდეც ერთ-ერთ ვლოგში. წაგიკითხეთ რა წამლები მაქვს დანიშნული. თუმცა ვერანაირად ვერ გეტყვით რომ აი
კარგი წამლებია და მიიღეთ თუ რაღაც ეგრე. ვერ, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის კონკრეტულად დანიშნული ჩემი პრობლემისათვის. ნახე, შესაძლოა თქვენ თავის ტკივილები გააქვთ, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით, ხო? ეხლა რეალურად რა ხდება და რის გამო შესაძლოა ეს წამლები სულაც არ იყოს თქვენთვის, თქვენი ორგანიზმისათვის მისაღები, თქვენი პრობლემისათვის მისაღები და პირიქით, ანუ ამიტომ ვფიქრობ, რომ არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი ხა, რომ რაღაცა დავჯდე და გოგოებო აი ეს და მიიღეთ და კარგია თუ რაღაც. წამლების დალევა უნდა დავიწყო გოგოებო დღეიდან. ეს პერიოდი ვერ მივიღე და არ მივიღე გარკვეული მიზეზების გამო, ახლა უკვე უნდა დავიწყო მიღება 1 თვე. ანუ ერთი წამალი უნდა მივიღო 10 დღე და დანარჩენი უნდა მივიღო 1 თვე. მიხარია ის, რომ რაც უნდა მივიღო ერთ-ერთი წამალი ადუნებს, ანუ საღამოს უნდა მივიღო და აძინებს, თან ეს ის აქვს. და რადგან გაიგო იქმა რომ მე ძილის პრობლემა მაქვს, ძალიან კარგი ვებარები შეძეს ყოფილა სტატუაც, მაგისთვის რა თქმა უნდა გამოიწერა მე, იმიტომ რომ ვერ ვიცინებ ვიტყვი. ეხლა მაგალითად დღეს 7:15 წუთი იყო, რომ გავითიშე, მანამდე ვერ დავიძინე. ხო და ასე რომ ხო დედიკო. ამიტომ სწორად გამიგეთ, არ იქნება რა თქმა უნდა სწორი, რომ ეხლა აგიტაცია ჩავატარო ამ ძავრებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ ვიცით ხო ვის რა პრობლემა გაქვთ გოგოებო, ამიტომ ვთვლი რომ სწორად მიქცევი ამ შემთხვევაში. მაგრამ თუ მაინც მეთქვით რომ ღარიკა და რა გამოწველი არ არის პრობლემა გეთქვით, მაგრამ ესე რომ თქვენ იყიდოთ, ვფიქრობ რომ არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის, ჩემი პრობლემისთვის არის. მიხართ ვისა რომ ისეთი არაფერი პრობლემა გამანადგურებ თავის ტკივილებმა მთელი საფხული მომიწამლა ოფიციალურად, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ აი ყველაფერი კარგად არის. და მე როგორც ხიფათიანი ადამიანი, იმედი მაქვს, რომ აღარაფერს ავცხებ თავს და რა ვიცი. და ჩაირიჭებ ცხოვრება. შენ მიირთვი ჩემო სიცოცხლე და მე მომეხმარე, კარგი? არაფერი გვაქვს და ყველაფერი გარეცხილი მაქვს, მაგრამ მომეხმარი ჭიქები გავრეცხოთ, კარგი მე? ერთხელ მარიკო ვიდეოში ხვეწდა რა, ხამის მოხოტილი. მით უფრო ახლა წინა პატარა. ხო და ის რა ვერ დაბიწერეს, რომ ბარემო ზოიათ აქციევთ რაღაცა. ზოერია. რაღაცა სერიალის სახე ის მითხრეს მოკ. ბაუშიო. ჯერთი თვითონ მოწოს და უნდა ძალიან. და მე რატო უნდა დაუშალო გეხვეწებით რა? აი ამ ხელაც არ იყო, რომ თავის ნივთებს თავად ვალაგებინებდი. მეც ვეხმარებოდიო ხონდ. შესაძლოა სულ არ მომეწონოს მისი ის კუთხე მილაგებული, მაგრამ უნდა მიიღოს მონაწილე. ანუ პასუხისმგებლობები თავიდან უნდა გაუჩინოთ ხალხო ბავშვს, რომ მისი ნივთების მილაგება, შესაძლებლობის მილაგება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თორე როგორც ახლა იქცევა ბავშვი 4 წლის, ისე მოიქცევა 24-საც. ასე რომ სულაც არ ვთვლი, რომ რა ვიცი, ეს არის ცუდი. ეხლა თქვენ რა გონიათ, ხამის მოხოტილი, კარგი მოხოტილი იყო და მე თავიდან არ დავალაგე სახლი თუ ვერ გავიგე. მაგრამ ეს მოწონს ეს პროცესი და არც ვუშვი და ვარც ხვდები რატომ დავუშალო. თქვენი მოსაწონი ქმედება ხო ვერ ჩავიდინეთ ოჯახმა ოფიციალურად, ხარა არ მოხდოთ, ხარა არ მოხდოთ. ხო და ეხლა თქვენთვის არ კეთდება, რომ ეს ალაგებს თავის ნივთებს, ხო? აი თქვენ დაიდახოთ აუცილებლად. ეს ასე არის, რაც დაიბადა ის, რაც ფეხი აიდგა უბრალოდ, იმის მერე ესე არის. და ძალიან მომწონს, რომ ასეა, ვერ დაგიმალავთ, ძალიან მომწონს. მიირთვი? თუ არ შეხსენე არ ჭამს. მიირთვი, აი კარგი შვილი ხარ დედიკო. დედიკო, ეგ რო აძრე ხა, ყველა დაგეხარჯება, ჩემო ლამაზო, დე.
კი დედიკო, ჩადი, თუ სულ დაგეხარჯება, წებოვნება აღარ ექნება დედა. აი ხო გითხარი. დააკრე დედიკო ისე, დააკრე, ვერა ვარ კარგად. დააკარი დედიკო. აი მოკლედ ვიღებ რჩევებს. რა ჯანდაბა გავუკეთო ჩემს ცხოვრებას. აი არ ვიცი. აი მე ხალხო მანიკურს და პედიკურს როგორ გაცვირებულა მასთან რა ქვია მოსწავლეთ დედა 2500 ერთგან რო დავრეკე ბოდიში ყმას ავწევ და მე გავაგრძელოთ აი ხო ხალხო რა ამბავი თუმცა ხარა თქმა უნდა შრომატევადიც არის და ეხლა და რო გინდა სწავლა ეგრეა რა, მაგრამ რაც ერთიანად ხო ხვდები ცოტა შოკი ვიღე. თუმცა უკვე ეგრეა ფასები, ანუ გამიკვირდა, მაგრამ მაინძელდა მეცა რაღაცნაირად. მაგრამ ვფიქრობ, რომ წამწამები უფრო რაღაცა მირჩევნია. აი, ეგრე მირჩევნია. დადიკო. კაცო. დადიკო, შეგიძლია მაცივი და ჩემი წყალი გამომიღო საყარელო ჭიქით? არა უშავს და დიდ დამალწყე წყლის დალევა. კი და მანდდებს ანუ ეხა გამახსენდა და ყავთ. არა, ჭიქა დედა. შედებოთლი თავის ადგილზე საყარელო. და მან ჭიქადოს ჩემო გოგო და გამომიღე. დაინახე ჭიქა? აბა კარგად დაათვალიერე. აბა დაბლა ჩაიხედე მან ხო არდევს. როგორ მოხდა რომ წყლის დალევა დამავიწყდა და ტილით წყლის ძალა მოგწეს ღმერთმა და გვენებულია დალევა მაგრამ ხوار დავხრჩობით დედა რა კაიცია ჭიქასაც ეტყობა ხო და მოკლედ ესეთი ამბავი წავიდნენ ჩემები გაფრინდნენ უკვე ანიტა და ნინა და ძალიან დიდი მეტი მოხს რა ხალწას ჩამოვლენ. აუ დედა მე საჩუქრებს მიცემ. ამადობა. დიდი მეტი მოხს რომ ჩამოვლენ. ჩემს მას რო აეროპორტში დავინახავ შეიძლება აი ვიგორაო. ოფიციალად დავიწამიქციო. გამაფრე და გრდავიდა. აუ დედმამიშვილი არის. აი არ ვიცი, კარგი დედმამიშვილი თორე, რა ვიცი ხალხო გამიგია ისეთები არიან, ხოცავენ ერთმანეთს და ეგრე კამათი შეიძლება იყოს რა პრობლემა არის იგი შემდეგ იყვართ ერთმანეთი. არა, აი რაღაცა რო ერჩიან ერთმანეთს და ვერ გაუყვიათ, ვერს ქონება, ვერ დედა, ვერს მამა, ეგეთი ოჯახები ყვარიან, აი აგინებენ ლანცღავენ, წყევლიან ერთმანეთს, აი მე ღმერთო. აი მე ყველა საშუალო ეგეთი ოჯახის წევრები, აი წარმოიდგინეთ რამდენად არ უყვართ ერთმანეთი ალბათ, რომ იმეტებენ ასე ერთმანეთს ოთახების გამო, სკამების გამო, თებშების გამო, იმანის ვერ გაიყო ამან. ნახალი ჩა ვერ გაიყო, ამან ფაჯის რაფა ვერ გაიყო, აუ კატასტროფა. ძალიან რთულია, როცა აი ესეთი ვითარება ოჯახში. ძალიან რთულია. ძალიან გამიმართლა დედმამიშვილში. უმაგრესი ძმა მყავს, უმაგრესი. მე რანაირად დავყვი. ახლა გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. კარგად ბავშვებო, მარიკო.